საღამოშვიდობისა პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვცხადო დაღუპული ბავშვების ოჯახებს. მართლა ჩემზარავი ტრაგედია და ხანდახან სიტყვები არ ყოფნის ხოლმე ასეთი ამბებზე კომენტირებისთვის ან მისი ანალიზისთვის. დღეს ეს ბავშვები დაკრძალეს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ დანარჩენი ბავშვების უსაფრთხოებას და მომავალზე ვფიქროთ, მნიშვნელოვანია ამ საკითხებს ჩაუღრმავდეთ და ვილაპარაკოთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ზოგადად, ხო, პასუხისმგებლობებზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე დონის პასუხისმგებლობა გამოვყოთ. ხო, ერთის მხარეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, სადაც კონკრეტული პირების, ამბების პირების პასუხისმგებლობა იკვეთება კონკრეტულ ქმედებებზე, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს სისტემური ძალადობის და სისტემური პასუხისმგებლობის საკითხიც, ხო, როცა წლების განმავლობაში სახელმწიფოს იგნორირება უგულებელ ყოფასთან, საკუთარი პასუხისმგებლობის არ გაცნობიერებასთან გვაქვს შეხება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მძიმე გამოწვევებზე ქვეყანაში, როგორც არის სიღარიბე, უსახკაროობა და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ შემთხვევაში, როცა ოცნების ქალაქს ვსაუბრობთ, რომელიც ირონიული სახელწოდება აი ამ გეტოსი, სადაც 1700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს უმძიმეს პირობებში, ხო, ჩვენ წლებია სახელმწიფოს უთითებდით იმაზე, რომ მას აქ მცხოვრები ოჯახები უნდა დაენახა როგორც უსახკარო, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები და უნდა ქონოდა მათზე ორიენტირებული პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა პირველ რიგში გულისხმობდა მათ განსახლებას და განსახლების დროულ, განჭვრეტად, გამჭვირვალე პროცესის შექმნას, სადაც თითოეულის ოჯახი სამართლიანი შეფასების საფუძველზე ხო გაიგებდა თუ როდის განასახლებდა მას სახელმწიფო, მაგრამ ამავდროულად ჩვენ სახელმწიფოს მოუწოდებდით თავად ამ ადგილას შეექმნა უსაფრთხო გარემო, ხო, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას ხედავდით ამ დასახლებაში. ერთის მხრივ ეს იყო, თქვათ, იგივე ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის არ ქონა, კანალიზაციის არ ქონა, ხო, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად გარკვეულწილად მოგვარდა, თუმცა იგივე ელექტროენერგიის თვითნებური გაყვანა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, ანტისანიტარია და უსაფრთხოების პრობლემები იყო დიდი პრობლემა. ამიტომ ჩვენ ვეუბნებოდით სახელმწიფოს, რომ განსახლებამდე მას უნდა ქონოდა კონკრეტული გეგმა ამ ოჯახების უსაფრთხოებას და საბაზისო სოციალურ საცხოვრისის საბაზისო პირობებს როგორ იცავდა. თუმცა წლების განმავლობაში სახელმწიფო იყო გულგრილობის მდგომარეობაში ჩავარდნილი, ის არ აღიარებდა არც ამ ადამიანებს სოციალურ გამოწვევებს, არც მათ უფლებას სათანადო საცხოვრისზე. უფრო მეტიც წლების განმავლობაში პირველ წლებში ქართული ოცნება საერთოდ ამ პრობლემის კრიმინალიზებასაც კი ცდილობდა, ხო? იმიტომ რომ ეს მიიჩნევდა, რომ ესენი იყვნენ თვითნებურად შესახლებულები, ეს არის თქვენი ბრალი თუ აქ ცხოვრობთ, თქვენ არაფერი არ გეკუთვნით, საცხოვრებელიც არ გეკუთვნით, სახელმწიფო ტერიტორიაზე და კი იყო გამოცდილება თბილისის დასახლებებში, ხო, ასევე იყვნენ ესეთი თვით დახმარებას მიმართული ოჯახები, სადაც მათ სოციალური დახმარებებიც კი მოუხსნეს იმისთვის, რომ დაესაჯათ ისინი აი თქვათ აი შეჭრის ფაქტის გამო. ძალიან მოგვიანებით დაიწყო ქართულმა ოცნებამ გამოფხიზლება, დაახლოებით ეს 2019 წელს მოხდა, 7 წლის შემდეგ, რაც ეს პრაქტიკა, ხო, გვქონდა. 7 წელი ამ ხალხს ვერ ხედავდა სახელმწიფო, ან თუ ხედავდა კრიმინალიზებას ცდილობდა რაღაც ეტაპზე და შემდეგ, ანუ არაფერი არ გააკეთა სახელმწიფომ 2019-20 წელს. საერთოდ ამ პრობლემის აღიარების პრობლემა ჰქონდა. თავად ის რომ ეს ჯგუფები, ეს ოჯახები, ვინც უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, როგორც თქვენც აღნიშნეთ, მათი ნაწილი არის ეკომიგრანტი, შემდგომში მათ უსახკაროები, დევნილები შემოერთნენ, შშმ პირები, ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, ძალადობა გამოვლილი ქალები. მაგრამ მიდიოდნენ ყოველთვის ძირითადად ეს იყო დაპირება. ძირითადად ეს იყო დაპირება. მერე 7 წლის შემდეგ ხორცი შეესხა, როცა უკვე დაიწყეს შეფასების პროცესი და განსახლებაზე პრაქტიკული საუბარი და ამ არჩევნების წინა თვეებში დაიწყეს, ხო, 500-ზე მეტი ოჯახის განსახლება და ახლა საუბრობენ იმაზე, რომ განსახლებების კიდე ერთი დიდი ტალღა იქნება, სადაც 1000-მდე ოჯახი დაგმაყოფილდება, მაგრამ სულ არის ეს პრობლემა, როცა ამ ადამიანებს ხვდებით, რომ მათთვის ეს კრიტერიუმები, გამჭვირვალობა, ვადები ბუნდოვანია, ხო? მანამდე ის პრაქტიკულად არ აღიარებდა, თუმცა ასევე ძალისხმევა არ არის გაწეული, რომ დღეს რო იქ ცხოვრობენ, დღეს რო იქ უსაფრთხოების პრობლემა, დღეს რომ ელექტროენერგია მაგალითად ესეა გაყვანილი და ხანძრის მიმართ ძალიან მოწყვლადია ეს ადგილები. აი აქ მაქვს შეკითხვა. ამ ხალხს ეუბნებიან, ჯერთი 7 წლის განმავლობაში აღწერეთ თქვენ რა სიტუაცია იყო. შემდეგ მოხერხდა რომ თქვა 500
ოჯახი 582 განასახლეს, მაგრამ იქაც კრიტერიუმებთან დაკავშირებით, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. ახლა გვეუბნებიან, რომ 2028 წელს კიდევ 1000 ეს არ ამოწურავს ამ ოჯახების რაოდენობას, 1000 ადამიანის იქ შეყვანა ხო ასეა, კი გაცილებით მეტია. კი, ოჯახების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ თუნდაც ამ 4 წელიწადზე ვისაუბროთ, აი მომავალ 4 წელიწადს ქართული ოცნება ამბობს, რომ ის იქნება კვლავ ძალაუფლებაში და 2028 წელს ამ პრობლემას 1000 ოჯახს მოუგვარებს. მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში, აი ახლა რა პირობებში ცხოვრობთ, ჩვენ ხომ აი რამდენიმე დღის წინ ნახეთ, რომ ეს არის მოქალაქეებისთვის საშიში, ბავშვებისთვის საშიში. 2 ბავშვი დაიღუპა. ამ 4 წლის განმავლობაში როგორ უნდა იცხოვროს ამ ხალხმა, თუ კი რაიმე არ გაუკეთეს. ნამდვილად. ხო, ეს არის ცენტრალური საკითხი. სანამ განსახლება და საცხოვრისის უფლების საბოლოო რეალიზება მოხდება, ხო, უსახლკაროებისთვის თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებულად ეკომიგრანტებს არ აურჩევიათ მათი ეს ხვედრი, ხო, იმიტომ რომ მათ ეკოლოგიური გარემოებების გამო მოუწიათ, თქვა, ქალაქში. და საერთოდ სიღარიბე არავის არ აურჩევია თავის. და სიღარიბეს არავის არ აურჩევია და ამ გულისხმობთ იმას, რომ სხვადასხვა მიზეზები, რაც არის უსახლკაროების, ზოგიერთ მიზეზს უფრო მეტი პასუხისმგებლობები ახლავს სახელმწიფოს მხრიდან, ხო? და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სანამ ამ უფლების საბოლოო რეალიზება მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ამ ადგილას უსაფრთხოება დაიცვას. მან ის დღეს უნდა ჩვენ გვაბარებდეს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა ტიპის მონიტორინგი გააკეთა ამ ადგილის, რა ტიპის საფრთხეები დაიდენტიფიცირა სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და რა არის მისი გეგმა, რომ ამ საფრთხეებს უპასუხოს, ხო? მათ შორის ბუნებრივია, რომ სანამ საბოლოო განსახლება მოხდება, ზოგიერთი განსაკუთრებულად მოწყვლადი ან რისკის ქვეშ მყოფი ოჯახისთვის, მან სხვა ტიპის საცხოვრებელი, დროებითი საცხოვრებლები შეიძლება უზრუნველყოს და იფიქროს ამ კონკრეტული ოჯახების, თქვათ იგივე ქირით გაყვანაზე, ან სხვაგვარად თუ აქ ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვაგვარად შეუძლებელია, მაშინ მან სხვა ალტერნატიული ზომები უნდა მიიღოს. მაგრამ იცით, ჩვენ უნდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ დღეს რაზეც ქართული ოცნება არის ორიენტირებული, ხო, ანუ ერთის მხრივ ისინი ცდილობენ ძალაუფლების სრულ მოხვეჭას და აღარ დაგვრჩა ხო ინსტიტუტები, რომლებიც პარტიის ხელში პარტიული დაქვემდებარების ლოგიკით არ მოქმედებს. ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება საჯარო სამსახურებს წმენს პროფესიონალი დამოუკიდებელი საჯარო მოხელეებისგან. ხო, დღეს ჩვენ ხედავთ, რომ მთელი ქართული ოცნების ინტერესი არის ივანიშვილის კაპიტალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა გზას აღარ მივართავენ, რომ ამ კაპიტალის უსაფრთხოება დაიცვან. ბუნებრივია, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ამ რეალობაში, როცა ივანიშვილის კაპიტალისა და პარტიის ძალაუფლებაში შენარჩუნების ინტერესის მიღმა სხვა ინტერესი რეჟიმს არ აქვს. ჩვენ ბუნებრივია, რომ ხედავთ მთლიანად ბიუროკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების, ადგილობრივი თვითმმართველობების დეგრადაციას. როცა მათთვის ამოცანა აღარ არის ადამიანური უსაფრთხოების დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ან კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროგრამების გატარება. ის პროგრამებიც კი, რომელიც ტარდება, თუნდაც აი ამ განსახლების პროცესს რო ვაკვირდებით, ხო? იცით რა ჩანს, რომ ამ სოციალურ პროგრამებს და მექანიზმებს ქართული ოცნება იყენებს პოლიტიკურ ინტერესებისთვის. ერთის მხრივ ის აშენებს ისეთი კეთილდღეობის სისტემას, რომელიც მოქალაქეების დამოკიდებულებას სახელმწიფოზე ზრდის, მაგრამ არ უზრუნველყოფს სიღარიბის დაძლევას და მათი სიღარიბიდან ამოსვლას და მეორეს მხრივ ის ქმნის შემოწმებების და დაპირებების აი ამ გრძელ სისტემას, სადაც ადამიანი, მოქალაქე მუდმივად არის ლოიალობის მდგომარეობაში ჩაყვანი, რომ ის უნდა გაჩნდეს. იყენებს ბერკეტად იმისთვის, რომ არჩევნებში დევნილებში ზუსტად იგივე ვხედავ. დიახ, და ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის, არ შემიძლია ცალკე არ შევეხო ბავშვების თემას ჩვენ შესავალ სიტყვაში აღნიშნეთ კიდეც, რომ მთელი თაობა გაიზარდა უკვე აქ. და აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ ბავშვები რომ ორმოებში არ უნდა იხრჩობოდნენ, ეს არ ვიცი, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, მაგრამ ამ ბავშვებს არ აქვთ ელემენტარული პირობები და ამაზე მინდა მოვისმინო ასევე თქვენი შეფასება. აქ ლაპარაკია ყველანაირი უფლების დარღვევაზე პრაქტიკულად, რაც კი ბავშვს აქვს. დიახ, ამ ნაწილში რა უნდა გაკეთდეს? ის რომ ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, ეს არავისთვის საკამათო არ არის და ალბათ არც ის რომ ბავშვებს უნდა ქონდეთ მათთვის
კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, რომელიც ყველა დარღვეულია ახლა, რასაც ჩვენ ვხედავთ ამოცნების ქალაქში. კი, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობებზე ვსაუბრობთ, ბავშვები არის ყველაზე პრიორიტეტული ჯგუფი, რომელთა მიმართ სახელმწიფომ პირველ რიგში და გადაუდებლად დაუყოვნებლი უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც მათ უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში მოაქცევს. და ჩვენ აქ ხედავთ, რომ მაგალითად ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოება, ხო, ღირსეული და მინიმალური სტანდარტები არ არის სათანადო საცხოვრისის დაცული. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მისმა სოციალურმა სამსახურებამ ამ ოჯახების მდგომარეობა შეამოწმოს და კრიტიკულ რეალობაში იმყოფი ოჯახების დაცვაზე დამატებითი ზომები იყოს მიღებული, ხო? მაგრამ ჩვენს რეალობაში ვხედავთ, რომ მაგალითად სახელმწიფო სულ უფრო და უფრო ნაკლებ რესურსებს ხარჯავს იგივე სოციალური სერვისების და სოციალური მუშაკების მხარდაჭერაზე. ხო, ჩვენ გაცილებით მეტი პოლიციელი გვყავს, ვიდრე სოციალური მუშაკი, რომლებსაც უნდა ქონდეს ვალდებულება, რომ ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობა შეაფასოს და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები დაიდენტიფიციროს და მიიღოს და ჩართოს ისინი იმ სერვისებში და პროგრამებში, რომელიც მათ მხარდასაჭერად არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე უსაფრთხოებაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდეს ისეთი კონცეფციის მნიშვნელობა, როგორც არის ადამიანური უსაფრთხოება. არ არსებობს უსაფრთხოება, არ არსებობს მშვიდობა, სადაც ყოველდღიურობაში თითოეული ადამიანის და კიდევ უფრო მოწყვლადი სოციალური ჯგუფების უსაფრთხოება არ არის დაცული. ამიტომაც როცა ქართული ოცნება მშვიდობის პროპაგანდას მიმართავს, ან ოჯახების დაცვაზე გველაპარაკება, მოდით ოჯახებზე საუბარი მათი რეალური სოციალური მდგომარეობის, მათი ყოველდღიური უსაფრთხოების საკითხების განხილვით დავიწყოთ და ჩვენ ბოლო თვეებია ვხედავთ არაერთ შემთხვევას სწორედ ბავშვების უსაფრთხოების დარღვევისა და სწორედ სიღარიბის გამო უკიდურესად მძიმე შემთხვევები საქართველოში.